მოგესალმებით. პირველ რიგში მე რომ დაძაბულობა მოვიხსნა. ვიტყვი იმას, რომ მოვემზადე ამ დღისთვის, მაგრამ ჟურნალისტების რუტინა ძალიან რთულია, გუშინ ძალიან გვიან დავბრუნდი ბათუმიდან. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლოს ხდომა გაიმართა. ამიტომ ვეცდები, რომ რაზეც ვიფიქრე, რომ მე თქვა დღეს თქვენთვის მაქსიმალურად ისე დამჯერებლად და სწრაფად მოვუყარო თავი. მე პროფესიაში როცა გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი ჟურნალისტი და ჩავაბარე ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ჩემი რწმენა იყო ის, რომ ფიქრობდი, რომ იმ პრობლემებს, რომელსაც ჩემ გარშემო ვხედავდი, და ის იყო სოციალური საზოგადოების წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემები, ამ პრობლემებზე პასუხების, მიზეზების კვლევა და ამ მიზეზების გადაჭრის გზებზე პასუხების მომზადება ხალხს დაეხმარებოდა უკეთეს ცხოვრებაში. ამ რწმენით მოვედი ჟურნალისტიკაში და დღემდე ეს არის ჩემი მთავარი განცდა, რისთვისაც ყოველდღე ვდგები და ვიწყებ მუშაობას ჩვენს ნიუსრუმში. პირველი თემები მახსოვს, რომ იყო ოჯახში ძალადობის საკითხი, იმიტომ რომ ძალიან მაწუხებდა ჩემ გარშემო სულ ხედავდი, რომ ქალები ხდებოდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და მათზე პოლიციის რეაგირება იყო ძალიან სუსტი. და მახსოვს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამოწვევა იყო ჩემთვის, რომ დავამუშავე სტატისტიკა, რომ მენახა პოლიციის მიერ გაცემული ორდერების რიცხვი, შემდგომ ამაზე რეაგირება და მაშინ მივხვდი, რომ აი მედიის როლი სწორედ ეს არის, რომ ნახო რა ხდება და შემდგომ სიღრმისეულად იკვლიო ამის სავარაუდო მიზეზები და გადაწყვეტის გზებზე საზოგადოებას შესთავაზო მოგვარების გზები. და მე დღეს როცა აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ აი მთავარი თემა უნდა იყოს მედიის როლი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში და ვთქვი, რომ მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რა როლი აქვს მედიას დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვაში, იმიტომ რომ ჩემთვის ევროპული ღირებულებებისთვის მუშაობა, პოპულარიზაციისთვის მუშაობა ნიშნავს იმას, რასაც ვაკეთებთ მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, ვზრუნავთ დემოკრატიაზე, ვზრუნავთ ადამიანის უფლებების დაცვას და ადამიანების ღირსეულ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ევროპა ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ღირსეული ცხოვრება ადამიანებისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. დღეს მედია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. თქვენ იცით, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, უკანონო პატიმრობაშია და ხელისუფლება ძალიან მონდომებით ცდილობს მისგან ტრისხატის შექმნას და ასე სამაგალითოდ დასჯას და ჩვენებას დანარჩენი დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი, მაგრამ ჩვენ ამას არ ვეგუებით და დარწმუნებული ვარ, რომ მზია იქნება თავისუფალი და დაამტკიცებს თავის სიმართლეს. ზოგადად მედიის თავისუფლება და მედიის ბედი ძალიან ბუნდოვანია, ასეთი მე 12 წელია ჟურნალისტი ვარ, მსმენია რომ ყოფილა რთული პერიოდები და ბევრისგან მსმენია ჩემი კოლეგებისგან, რომელსაც უფრო ბევრი წელი აქვს ამ პროფესიაში გატარებული, რომ ასეთი რთული პერიოდი ქართულ მედიას არ ქონია, როგორიც ახლა გვაქვს და მე შემიძლია დავეთანხმო მათ ამ აღწერაში, იმიტომ რომ აი ესეთი მასშტაბური, ასეთი მრავალწახნაგოვანი შეტევა, რომელიც არის ფიზიკური შეტევა, ემოციური შეტევა, კანონმდებლობით შეტევა, ყველა მხრიდან ცდილობენ, რომ ჩვენი მუშაობა და ჩვენი საქმე შესაძლებელი ვეღარ გახდეს. მაგრამ მე რაღაცნაირად მაქვს იმის მუდმივი რწმენა, მე ასეთ საზოგადოებაში გავიზარდე, ასეთ ოჯახში გავიზარდე, ასეთ გარემოში გავიზარდე, სადაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება ყოველთვის იყო ძალიან ფასეული. სადაც ადამიანები არასდროს არ ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკას და დღეს ხოთ შორის ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ყველაზე მტკივნეული არის ხოლმე, როცა ვცდილობთ რესპონდენტებთან კომუნიკაციას და ვხედავ საუბარში თავშეკავებულ ადამიანებს. ეს ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ მე მიყვარს ის საზოგადოება, რომელიც ძალიან თავისუფალია თავის გამოხატვის თავისუფლებაში, ხმამაღალია, კრიტიკულია, უხეშია, უხამსია შეიძლება კიდეც და ასე შემდეგ და ასეთ ხალხში გავიზარდე და დღეს როცა ვხედავ აი ამ რაღაცნაირ თავშეკავებას იმ შიშის გამო, რომელიც ხვდებით, რომ ამ რეჟიმის პირობებში უკვე რაღაცნაირად დატრიალდა ჩვენ საზოგადოებაში, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჯერა რომ რაღაცა ჩვენი სიცოცხლის სიყვარული, აი როგორც ქალბატონმა ლანამ თქვა, რომელიც გენეტიკურად გვაქვს ეს სიცოცხლის სიყვარული და ჟინი და ეს ძლიერი ენერგია ჩვენს საზოგადოებას საოცრად მისცემს იმ ძალას, რომ გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს და მე არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში დადგება ისეთი რეალობა, სადაც არ იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია და მხოლოდ იქნება ხელისუფლების კონტროლს ქვეშ ყოფი საინფორმაციო
სასამართლო საშუალებები და იმედი მაქვს რომ საზოგადოება დადგება ჩვენ ერთად მე როგორც ამ შემთხვევაში არა მარტო ჟურნალისტი არამედ როგორც საზოგადოების წევრი ვამბობ რომ გამოხატვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების დაცვა არის ძალიან საკვანძო და როგორც ჟურნალისტიც ვიბრძოლებ ამისთვის და როგორც საზოგადოების წევრი ნებისმიერი ფლანგიდან იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ ჩვენი მომავალი ძალიან რთულად წარმომიდგენია რომ იქნება ნათელი და ისეთი ღირსეული როგორიც ყველას გვინდა დიდი მადლობა